პალესტინელთა ლიდერ მაჰმუდ აბასის მთავარმა მრჩეველმა საბეკ ერატკეტმა გადადგომის შესახებ განაცხადა, როგორც ისრაელ-პალესტინის შუამავალმა აღნიშნა, თანამდებობის დატოვება მან ალ-ჯაზირას ცილისმწამებლური კამპანიის შემდეგ გადაწყვიტა. ისრაელსა და პალესტინას შორის მთავარმა შუამავალმა საიბ ერეკატმა გადადგომის შესახებ განაცხადა. თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას ალ-ჯაზირას მიერ დოკუმენტების გამოქვეყნებამ მიაღებინა. ალ-ჯაზირას მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მოლაპარაკებების დროს ერეკატი ისრაელთან ბევრ მნიშვნელოვან დათმობაზე მიდიოდა. გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ აბას უკვე გაუგზავნე. მთელი ცხოვრება გამჭვირვალე დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას შევწირე. ჩემი ოფისიდან დოკუმენტები მოიპარეს. ამგვარია საგამოძიებო კომიტეტის დასკვნა. ერთადერთი ეთიკური ქმედება ჩემი მხრიდან გადადგომა იქნება. ერეკატმა ტელეკომპანია ალ-ჯაზირა მისი ოჯახის წინააღმდეგ კამპანიის გატარებაში დაადანაშაულა. სამწუხაროდ არაბულმა არხმა ალ-ჯაზირამ არაბთა ისტორიაში ყველაზე ცილისმწამებლური კომპანია გააღვივა. სამწუხაროა, რომ ისინი მოპარულ დოკუმენტებს აქვეყნებენ. მეტიც მათ დოკუმენტები გააყალბეს. მათ კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებები გამოაქვეყნეს. პალესტინელთა ლიდერს მაჰმუდ აბას თავის მრჩევლის განცხადებაზე ჯერ არ უპასუხია. საიბ ერეკატი პალესტინურ ებრაულ მშვიდობიან მოლაპარაკებებს 1996 წლიდან ხელმძღვანელობს.